Ული იქნება შემდეგი სახის შეიარაღება. Აი იქნება სამი ტიპის უმართავი რაკეტები, მექანიზებული აიღოს დღეს იყო ავიაციის წვრთნები გამოყენებული რა თქმა უნდა ყველა საბრძოლო შეიარაღებით, რომელიც თავისი ბუნებით არის ახლოს სახაერო მხარდაჭერა ჩვენი შეიარაღებული ძალების, ანუ ქვეითების. ეს ცალ-ცალკე ესეთი წვრთნები ტარდება ავიაციაშიც, სახმელეთო ძალებშიც და შემდეგ ჩატარდება უკვე კომბინირებული დღევანდელი წვრთნები გამოავლინა, რომ მაღალი მომზადების დონე აქვს ჩვენს ფრინავებს. შეიარაღება გამოყენებული ზუსტად მოხდა ყველა სამიზნეს აქედან გამომდინარე წარმატებულად შეიძლება შეითვალოს და მინდა მიულოცო ყველა სამხედროს ვინც იღებდა მონაწილეობას ეს წარმატება და უსურვო რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი მიღწევების მომავალ პროფესიულ საქმიანობაში. განხორციელდა განცალკევებული სწავლება, რომელიც გულისხმობდა საცეცხლე დაზიანებას მოწინააღმდეგეზე ავიაციის გამოყენებით. ავიაციას ეს არის შემადგენელი ნაწილი მათი მომზადების, არის საფრენოსნო მომზადება, არის საცეცხლე მომზადება. ახლა თქვენ ესწრებოდით საცეცხლე მომზადებას განცალკევებული სწავლებით. შემდეგი ნაბიჯი იქნება უკვე ერთობლივ შერწყმული მომზადება ქვეითებთან და ჯავშან ტექნიკასთან. ვარ საკმაოდ კმაყოფილი, მიზნები დაზიანებული იქნა, გამოყენებული იქნა სხვა ტიპის საავიაციო ბომბები და რაკეტები. რა თქმა უნდა სასურველი იქნება რომ შესაძლოა მეტი კონდეს, მაგრამ ის რაც არის კვალიფიკაციიდან და თავისი ოსტატობიდან გამომდინარე ჩვენ ფრინავებს გააჩნიათ ის უნარჩვევები, რომელიც შეუძლია გამოიყენოთ თავის მოქმედებებში.